პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით სინგაპურშია. ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა სინგაპურის პრეზიდენტს და პრემიერს. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურებაზე და როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატით ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. უფრო მეტს გვეტყვის ნინო არღულიანი, სინგაპურიდან გვერდება პირდაპირ ეთერში. უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრებისას ორი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები გამოთქვამენ იმედს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ საქართველოსა და სინგაპურს შორის ურთიერთობა ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე გადავა. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს პირადად უმასპინძლეს სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა და ასევე პრეზიდენტმა, სადაც მხარეებმა ყურადღება პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებაზე გაამახვილეს. მხარეებმა იმსჯელეს ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალი სრულად ათვისების გზებზე. გარდა ამისა, ამ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და საქართველოზე როგორც მნიშვნელოვანი როლის მატარებელ ქვეყანაზე აზიისა და ევროპის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მეთაურმა მასპინძელი ქვეყნის პრემიერი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მოიწვია. რაც შეეხება პრეზიდენტთან შეხვედრას, ამ შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა დააფიქსირა მთავრობის მზადყოფნა სინგაპურის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრებთან და საინვესტიციო ფონდებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ჩემთვის დიდი პატივი იყო სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან შეხვედრა. სინგაპურში ჩემი პირველი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში. საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით აუთვისებელ პოტენციალზე და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე. პატივი მქონდა შევხვედროდი სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა. განვიხილეთ ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების, ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, ტურიზმის განვითარებისა და საერთო ინტერესების სფეროებში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები. ორივე ქვეყანას აქვს ინტერესი იმისა, რომ განვავითაროთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის თანამშრომლობას და პარტნიორობას, რაც მნიშვნელოვანია როგორც სინგაპურისთვის, ასევე საქართველოსთვის და საქართველოს პოზიციონირებისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არა მხოლოდ უფრო ფართო რეგიონში. ჩვენ განვიხილეთ საერთაშორისო თანამშრომლობის დღის წესრიგი სინგაპურსა და საქართველოს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა და პარტნიორობის განვითარების პოტენციალი და რა თქმა უნდა ბიზნეს კავშირების და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები. პოტენციალი ნამდვილად არის ორივე ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ ეს პოტენციალი სრულად იყოს გამოყენებული. ამისათვის რა თქმა უნდა საჭიროა ბიზნეს კავშირების გაძლიერება და ვიზიტის ფარგლებში სწორედ ვიზიტი იქნება გამოყენებული სწორედ ამ მიზნებისთვის და შედგება შეხვედრები ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. ქვეყანაში, რომელსაც აზიის ეკონომიკურ დედაქალაქს უწოდებენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრემიერის და პრეზიდენტის შემდეგ შეხვედრა უკვე პარლამენტის თავმჯდომარესთან ექნება. მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ უმსხვილესი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებთანაც. პირდაპირ ეთერში ნინო არღულიანი გვერდებოდა.